მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, რა თქმა უნდა, ისინი ვინც თვალყურს ადევნებს ჩემ მოღვაწეობას ამ წლების განმავლობაში, მათ მიმართავ. წლები მე 24 წელია უკვე ვიმყოფები ემიგრაციაში, სადაც უკვე 25 წელი დაიწყება. კერძოდ მოღვაწეობ საბერძნეთში. რა თქმა უნდა, აქედან იყო სხვა წლებიც, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მიხდებოდა მოღვაწეობა, ძირითადში ვარ საბერძნეთში და ვიყავი დაკავებული ძირითადად სპორტით და მოღვაწეობდი სპორტში. ასევე ეს ბოლო 15 წელია მაქვს გახსნილი ოფისი, სადაზღვევო საბუღალტრო აღრიცხვებით არის დაკავებული ჩემი ოფისი. და ესაა ჩემი ძირითადი საქმიანობა. მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა და მაინტერესებს პოლიტიკა. ძირითადში ეხლა ვმუშაობ იმისთვის, რომ 2019 წელს მონაწილეობა მივიღო საბერძნეთის არჩევნებში, რომელიც ჩატარდება 2019 წელს. ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები და ასევე საპარლამენტო არჩევნები. ევროპის საპარლამენტო არჩევნები უпроსწორად. ეს წლებია, რა თქმა უნდა, რაც ვარ საბერძნეთში, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მე არ გამიწყვეტია ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველ წელს მიხდებოდა ჩასვლა საქართველოში. და რა თქმა უნდა, ძირითადად რაც ვიღებ საქართველოდან, ესაა ჩემი სულიერი საზრდო, როდესაც ვნახულობ ჩემ ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. მაინტერესებს, რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებული მოვლენები. მაინტერესებდა და მაინტერესებს ყოველთვის მისი აწყო და მომავალი. ამისთვის ბევრს მუშაობდი, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდი მოვლენებს. ახლაც ვაკვირდები, რა თქმა უნდა, მოვლენებს, რა მოვლენები და როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. და რაც შემიძლია, რაც სრული შემიძლია გავიღო მისი კეთილდღეობისთვის და მისი განვითარებისთვის. ამისთვის ხვდებოდი სხვადასხვა პიროვნებებს, პოლიტიკურ ძალებს და გქონდა ასთა კაცვლები. თუ რატომ ხდება საქართველოში ასეთი სიტუაციები და რატომ არ მიდის ქვეყანა საგრძნობლად წინ, როდესაც უნდა წასულიყო ბევრად წინ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან დიდი
დაღი დაასვეს საქართველოს. მე ვიყავი ახლა ბოლოს ჩამოვედი წინაკვირა საქართველოში. წინა წელს არ მომიხდა წასვლა გარკვეული მიზეზების გამო. 2014-ში ვიყავი, რა თქმა უნდა. და რომ ჩამოვედი ახლა უნდა გითხრათ, რომ ბევრად უკეთესობისკენ მიდის. საქართველოს ეკონომიკა წინსვლა იგრძნობა ნამდვილად, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი პატარა ქვეყანა ასეთ სიძულში ცხოვრობდეს. ყოველთვის ვიძახდი იმას, რომ 5 წელი არის საკმარისი, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს, მაგრამ ამისთვის ეთყობა ვერ მოიცალნენ იმ ძალებმა, რომლებიც სათავეში ედგნენ და დღესაც უდგანან საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. სიტუაცია არის მკვეთრად შესაძლებელი. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად. ამიტომ მე გადავწყვიტე მოვიდე იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ვიყარო კენჭი და მხარი დაუჭირო იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს დასახული მიზნები, გათვითცნობიერებულია, საუბრობს რეალობას, არაა დემაგოგი, არაა აგრესიული, არაა მატყუარა, არაა აფერისტი, რაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ძალიან ბევრი არის ასეთი თვისებების მატარებელი. და ეს პოლიტიკური ძალა არის ბატონი თამაზ მეჭიაური, რომელიც არის ლიდერი ამ პარტიის ერთიანი საქართველოსთვის და ჩემი მონაწილეობის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა შევიდნენ ამ პარტიიდან დეპუტატები საქართველოს პარლამენტში. რომ უთხრათ არა აგრესიას და ჩვენი ძირითადი მიზნები არის, რომ ქართულ პოლიტიკაში დავაცხროთ ეს აგრესია, რომელიც არსებობს და ეს აგრესია არ განელებულა 90-იან წლებიდან მოყოლებული ეს აგრესია არსებობს. და ასეთი აგრესიით არ შეიძლება ქვეყანა ვითარდებოდეს. ეს აგრესია შეიმჩნევა ყველგან, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართვის დროს, როდესაც მართავენ ავტომობილებს. ეს უკვე ხასიათში გაჯდა ეს აგრესია, ერთმანეთის ლანძღვა გინება, ერთმანეთის ჩაძირვა და ჩაწიხვლა და ესეთი ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ, ვერანაირად ვერ დავარქვე ამ ადამიანებს, მე პატრიოტებს,
და ქვეყნის მოკეთე ადამიანებს. ამ ადამიანებს მარტო აინტერესებთ თავიანთი სკამი შეინარჩუნონ, თავიანთი ძალაუფლება შეინარჩუნონ და ის უმსგავსობა შეინარჩუნონ, რაც ხდებოდა და ხდება ამ ბიზნესების გადანაწილებაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი. და მე ვეუბნები ამ ადამიანებს, თქვენ გქონდათ იმის დრო და საშუალება, რომ გამოგეჩინათ თქვენი პატრიოტიზმი და თქვენი ქვეყნისადმი სიყვარული, მაგრამ თქვენ არაფერი არ გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში. თქვენ შეგეძლოთ დახმარებოდით ქვეყანას აგემაღლებინას სოციალური ფენა უფრო მაღალ დონეზე, დახმარებოდით ემიგრაციას, მხარში დადგომოდით ემიგრაციას, მაგრამ თქვენ არ გააკეთეთ ეს და რაღაც არ გააკეთეთ. ამიტომ პრეტენზია ნუ გაგექნებათ. დაუთმეთ სხვა ძალებს თქვენი ადგილი, რომლებიც იბრძოლებენ ზუსტად ამისთვის. რომლებიც შეძლებენ დაამარცხონ ეს აგრესია საქართველოში. რომლებსაც ექნებათ მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არა თვალდახუჭული ყველა ფასად ოღონდ ნატოში შესვლა და ყველაფერზე რო აწერენ ხელს. ეს უნდა დამთავრდეს, უნდა ხალხს უკვე ვეღარ ატყუილებთ. თუ ეს პოლიტიკოსები მე მგონი უნდა მიხვდნენ და რო უკვე ხალხს ვეღარ აღატყუდებიან ხალხი. წლების განმავლობაში ატყუილებდით, ხო? აღატყუდება ხალხი, მოჩა უკვე ხალხი აღატყუდება. და ჩვენ ყველა გზები უნდა ვეძებოთ, ყველა გასაღები უნდა ვთხოვოთ მეზობლებს თუ გარშემო მეგობრებს თუ მტრებს, რომ ეს გასაღები რაღაცნაირად მოგცენ. ჩვენ თუ არა გვაქვს, მე მგონი ჩვენ გვაქვს რაღაც გასაღებები და თუ არ გვაქვს ვიზახი, რომ ეს ტერიტორიული მთლიანობა არის პირველი და უმთავრესი მიზანი და უნდა აღდგეს, რომ დამთავრდეს ეს. ამაზე აღარ უნდა იყოს საუბარი. უამისოდ ვერ განვითარდება. არ შეიძლება განვითარდეს უამისოდ. არ შეიძლება შეეგუოს და შეეგუა. აგუებენ ხალხს. და შეიძლება შევეგუოთ ამას. ჩვენ თუ ამას შევეგუეთ, ეხლა ის ტერიტორიები, რომლებიც იყო დაკარგული წლების წინ, შეგვაგუეს იმას, ეხლა ეს 25 წელია, თითქმის 20% არა საქართველოს შემადგენლობაში და ამასაც უნდა რომ შეგვაგუონ. ამას არ უნდა შევეგუოთ. და ამიტომ დაუთმეთ გზა, რომლებიც ამას ყველაფერს ამისთვის ყველა იბრძოლებენ და ყველასთან მივლენ და დაელაპარაკებიან. და ნატოსთან დაკავშირებით კიდე არა უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიმეორე, არ უნდა იყოს რაღაც თვითმიზანი. ნატო არაფერს სიკეთეს არ მოგცემს ჩვენ. ის მარტო ელოდება თავის სიკეთეს და გვაპირისპირებს მეზობლებთან და სხვადასხვა ძალებთან და გვაბავს ამ რაღაც საშინელებებში. უნდა დაუთმოთ გზა იმათ ვინც პასუხს გასცემს რა უზნეობებიც, რა არაკაცობებიც ყვიდდებოდა 90-იან წლებიდან და დღემდე საქართველოში
ამასაც პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად. მიზანი ამ ძალის არის ის, რომ სოციალური მდგომარეობა ამაღლდეს საქართველოში. არ შეიძლება ასეთი სიდუხჭირე იყოს საქართველოში. მე თქვენ მოგიყვანთ ერთ მაგალითს, საბერძნეთში რა თქმა უნდა, ვინც არიან, მათ ძალიან კარგად იციან, და ვინც არიან, მაგათთვის კიდევ მინდა თქვა და გავიმეორო, რომ სოფლები საბერძნეთში არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად. ყველაზე ბოლო სოფელში, ყველაზე აი მივარდნ სოფელში თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ნახოთ, რომ არის ის პირობები, რომ არის გზა, არის შუქი, არის კანალიზაცია, არის წყალი სახში. ძირითად სოფლებში და ეს შედავამთავრ საბერძნეთთან დაკავშირებით. ეს გააკეთა დიქტატორმა სხვათაშორის. მე დიქტატორას კი არ უჭერ მხარს, მაგრამ აქ იყო პაპადოპულოსი 1973 წლებში ეს პროგრამა 67-დან 73 წლამდე 6 წელიწადში დაასრულეს ეს პროგრამა. და ყველა სოფელს ჰქონდა ეს სიკეთეები. და ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ახლა 2016 წელს საქართველოში ყველა სოფელში კი არა, დაწყებულიც არა, ესე იგი სოფლები არის მიგდებული არა მივარდნილ სოფლებს, სოფლებია შეხვალ კახეთში, მაგალითად ქართლში და სხვადასხვა რაიონებში სოფლები პირდაპირ გზაზე. წყალგაყვანილობა არ აქვს, კანალიზაცია არ აქვს, ცხელი წყალი არ აქვს, არ აქვს ამის საშუალება, შუქი არ აქვს. გზა არ აქვს. და როგორ გინდა დაჩნენ ეს მოსახლეობა ამ სოფლებში. და ამიტომ ყველა შესაძლებლობის დაგვარად აწყდება თბილისს და თბილისი ემსგავსება თავკომბალას. ეს უნდა გადანაწილდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ძალა, რომელიც მოვა, რომელსაც მე უჭერ მხარს, ბატონ თამაზ მიჭეორის მეტაურობით, იბრძოლებს ზუსტად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და ამის საშუალებები არის საქართველოში. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, რომ მისი ფეხზე დადგომა ძალიან მალე შეიძლება თუ მოვიდნენ პატრიოტული ძალები და თუ შეიყვარებენ თავიანთ ქვეყანას, საქართველოს, თუ შეიყვარებენ ქართულ ხალხს, ამის გაკეთება არის ძალიან ადვილი და მარტივი. კიდევ ერთხელ ვიმეორო, ამისთვის ბიუჯეტში არის საკმაო თანხები და მაგის მაგალითები შემიძლია მოვიყვანო ძალიან ბევრი, უამრავი. საიდან და როგორ და რანაირად. და კიდევ მე უთხარი თქონ საუბრობდით წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ მე და თამაზ მეჭეორი. ახლოსაც როცა ჩავდივარ საქართველოში და ისედაც ინტერნეტის საშუალებით, სკაიპის საშუალებით ყოველთვის საუბრობთ. და აუცილებელია ის კიდევ, რომ ემიგრაცია შეიძლება ასე მიტოვებული იყოს.
ესაა ძალიან დიდი ძალა ემიგრაცია, რომელიც არის მიგდებული და გამოუყენებელი. ისევ და ისევ ჩვენ საწინააღმდეგოდ და საქართველოს საწინააღმდეგოდ ხდება ეს ყველაფერი, როდესაც ვერ იყენებ და არ იყენებ ასეთ ძალას. ისევ როგორც საქართველოს აქვს იმის საშუალებები, რომ ფეხზე დადგეს, ბუნებრივი რესურსებიც, ინტელექტუალური რესურსი დიდი, მაგრამ ვერ ვიყენებთ. არა გამოყენებული. ახლა ეს ვისი ბრალია თქვენ თვითონ ესე იგი გამოუტანეთ ანალიზი. ნუ მოკლედ ეს მინდოდა დღესდღეობით მე თქვა, არჩევნები ჩატარდება ამ წლის 2016 წლის 8 ოქტომბერს და მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას დაუცლებლად, რა თქმა უნდა, ემიგრაციასაც დაარეკონ საკონსულოებში, გაიგონ თუ არიან სიებში და თუ არიან სიებში მოითხოვონ, თუ ჩართონ სიებში და მიიღონ მონაწილეობა. თუ საზოგადოება არ გახდა აქტიური და არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესებში, მაშინ ელოდებიან რაფერს, რომ ვიღაცა მოვა და ვიღაცა გაუკეთებს. ის ვიღაცა ვინც მოვა გაუკეთებს იმას, ვინც მიიღო პროცესებში მონაწილეობა. და ვინც არ მიიღო პროცესებში მონაწილეობა, ისევ იჯდება ისევ სახში. და მოლოდინში იქნება. და ემიგრაციაში იქნება კიდე. და მე დავიწყებ წუწუნს, რომ აი საკუთები არა გვაქვს, სიდურჭირია და ასე შემდეგ. ამიტომ მიიღეთ მონაწილეობა პროცესებში. რა თქმა უნდა მოგიწოდებთ, რომ ჩვენ პარტიას მიეცით ხმა. იმიტომ ჩვენთან მოვლენის ხალხი და არიან ის ხალხი, ვინც არიან კეთილსინდისიერი და არიან მატყუარები და აფერისტები. დემაგოგები კიდევ. წეგანსა ვთქვი, რომ აგრესორები, აგრესიას თესავენ, ესე იგი საქართველოში საზოგადოებაში და ესაა ყოველად მიუღებელი. როდესაც აგრესიულად იქცევიან, სხვაც მე რა უნდა მოექცევა აგრესიულად. შიგნით საზოგადოებაში მოექცევა აგრესიულად და გარედანაც მოექცევიან აგრესიულად. ამიტომ აგრესიას მუცესავენ და ცივილურად დაждდნენ, ვისაუბროთ, გადავწყვიტოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს, მოვესიყვარულოთ, ეს ამთავრად მიზანი. დიდი მადლობა.